ბატონო აზო, თქვენც აკრძალავენ მე მგონი ამ კანონით, იცით? ვერ ამგზავნებენ. ანზორ ბოლქვაძის 65 წლიანი ბიოგრაფიიდან 10 წელი ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება. სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის წარდგინებით ის ორჯერ გახდა პარლამენტის მაჟორიტარი წევრი. სატელევიზიო არქივი ინახავს ამის დამადასტურებელ კადრებსაც. ანზორ ბოლქვაძე მაშინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გუდერძის უღელტეხილზე დგას. იქ სადაც ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობას ეყრება საფუძველი. კონკურსი და გამოაცხადა რა დავარქვათ ამ ადგილს. ჩემ Facebook-ზე გამოაცხადა. დანიშნული კი არ ქვემოთ, მაგრამ ის სოფელია. ამობას ქვია ზანკები. ზანკები ახლა საერთაშორისო კურორტის სახელში ბოლომდე არ გამოდგება. რამე ისეთი რომანტიული და განადვილად დასამახსოვრებელი. ლაზიკა ხომ მოვიფიქრებე, რამე ესეთი გვიდი. ეხლა ყველა ერთად ვიფიქროთ, ეხლა ერთი ლაზიკა ძრის მოვიფიქრეთ, ეხლა კოლექტიურად უნდა ვიფიქროთ, რა მოვიფიქროთ აქ სახელი. როგორ ახალ თმებო, როგორ ახალ. ეს უკვე ბეშუმია. აქ გვექნება ერთი 10 სასტუმრო ალბათ იქნება, ხო? ეხლა 1-3 ხო იწყება? კი, ახლა 4 იწყება. 4 იწყება. ხუთი მოწვევის პარლამენტარმა პოლიტიკური კარიერა ნაციონალური მოძრაობიდან დაიწყო. ანზორ ბოლქვაძე პირველად 2008 წელს აირჩიეს დეპუტატად, მეორედ 2012-ში, ისევ სააკაშვილის პარტიის სახელით. დღეს ანზორ ბოლქვაძე ქართული ოცნების წევრია და საკუთარ წარსულსაც ებრძვის. თქვენ ხო სტაჟიანი ნაციონალი იყავით ბატონო აზორ. თქვენც დაეკონდებარებით აკრძალვას. შრომობდი, ვემსახურებდი და ვაგრძელებ ამ საქმეს. ხო და ბატონო აზორ. ის ვის ქვეყნის დაქცევას ებრძოლება, აეგრძალება ყველაფერი. ხუთშაბათს, აი ამ დარბაზში, იყო ანზორ ბოლქვაძეც. ივანიშვილის დეპუტატმა დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი კანონპროექტს იმ პარტიის წინააღმდეგ, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა დიდ პოლიტიკაში. დღეს ბოლქვაძეს და მის თანამოაზრეებს იმ წლებზე საუბარი აშკარად არ ეხალისებათ. უნდათ გვაჩვენონ, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე მათ გარეშე არსებობდა სახელმწიფო. მეოცნებებმა პრაქტიკულად საკუთარი წარსული გამოაცხადეს მტრად და როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, საკუთარ თავს დაუპირისპირდნენ. თქვენც აიკრძალებით? როგორ რა? ნაცების დროს ხომ მუშაობდით, პროკურორი არ იყავით? მე? კი. თქვენ არ აიკრძალებით? ღირსეულად მუშაობდი. არ ვიყავი კორუმპირებული, უკანონოდ არავინ არ დამიჭერია. ასე კრძალი პირების სიას ირაკლი კობახიძე ორშაბათს დადებს. ოცნების ლიდერი წინასწარ ამბობს, რომ რეპრესიები მხოლოდ ერთ პარტიას არ შეეხება. ბატონო ირაკლი, ვის გულისხმობთ დაკავშირებულ პირებში, ვინ უნდა აკრძალოთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად? ქართული ოცნების რეალურ მიზანზე მეტს გვიმხელს ირაკლის არქუა. ის აანონსებს, რომ აკრძალვები ბიზნესზეც გავრცელდება. რომ არა მხოლოდ პარტიის აკრძალვა, არამედ ამ პარტიაში, ვინც მავნებლობდა ქვეყნის წინააღმდეგ და ქართული ხალხის წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა კერძო ბიზნესშია, რამე სხვა სექტორში ხატავს თუ ძერწავს, ყველა იქნება იმ სასარჩელო, ასე ვთქვათ, სიაში ჩამოწერილი. ამაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ, მაგალითად, თუ გინდათ რომ იქმედა უფრო კაფიორო იყოს, მათ შორის მაგალითად ადეიშვილი, მათ შორის მაგალითად უგულავა, მათ შორის მაგალითად კიდევ ვინ იყო ახალაიები. ქართული ოცნება თან კრძალავს ნაცმოძრაობას და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების უფლებას ართმევს და თან სწორედ ნაცმოძრაობის კადრებით აქვს შევსებული საკუთარი გუნდი. გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ბექა ოდიშარი ამათაც აკრძალავთ? იანი არ იყვნენ პარტიული წევრები, ჯერ ერთი და დანაშაული არ აქვს მათ ჩადენილი. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგეს. ვინ იქნება ასაკრძალი და ვინ არის? აი კონკრეტულ გვარებს კი. მე როგორ უნდა გიპასუხოთ, როდესაც საკონსტიტუციო საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება ყველაფრის განხილვა.
ლევან გალობლიშვილიც უნდა აკრძალოთ, რესან კონცელიძე, გივი მიქანაძე, ეს ხალხიც უნდა აკრძალოთ. მარტო ნაცები და ნაცებში რო იყვნენ ესენი. ვინ იყვნენ, აბა? აი, ვინც ჩამოგითვალეთ, გივი მიქანაძე მაგალითად, რესან კონცელიძე. გივი მიქანაძე ნაცებში არასდროს არ ყოფილა. როგორ არ ყოფილა? ციხის ბუნკის დროს მუშაობდა ზუსტად იმ პერიოდში. იუსტიციის სამინისტროში. შანსიაზე მინდა კითხოთ, ის კოდასენი გოჩაინუქიძე, ლევან გალობლიშვილი, მაკაბოჭორიშვილი, ესენი ყველანი აიკრძალებიან? ვისი შავისია? ნაციონალების დროს მუშაობდნენ თანამდებობებზე. ზოგი სამინისტროში იყო, ზოგი დეპუტატი იყო, ზოგი საერთოდ შემომწირველი იყო ნაციონალური მოძრაობის და ესენიც მოხვდებიან შავსიაში. ბიურო დაიწყო? ეხლავე მოხვდებიან გრეტა შავსიაში. გიორგი ვოლსკი სააკაშვილის არჩევის შემდეგ ერთი წელი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მუშაობდა. შემდეგ 2 წელი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ. ამ უწყების დატოვების შემდეგ ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდა. მუშაობა დამთავრდა ჩვენი დაპირისპირებით. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. ამ თემებთან, აი რა საკითხებთან, მაგალითად კონფლიქტების თემასთან, სამშვიდობო თემასთან. ჩვენი დაცილების მიზანი გახდა ის დანაშაული, რომელიც საბოლოო ჯამში გამოვლინდა ამ უბედურებაში, რასაც ტერიტორიების ოკუპაცია ქვია. ასე რომ პირადად ურთიერთობა სამსახურში მუშაობა, ნუ ხა წევრი არ ვიყავი პარტიის, ეს არ არის არაფერი. მაგას არ ლაპარაკობ. სალაპარაკო რომ არ გახდეს, ოცნება აპირებს შეადგინოს სია, რომლის გვერდითაც ჩამოწერილი იქნება თითოეული წევრის დანაშაულებები. ჩნდება კითხვა, თუ ვინმეს მართლა ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, სად იყვნენ 13 წლის განმავლობაში. და იყოს მითითებული კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული დანაშაული თორე. ბევრი ხალხია, ვინც ნაცმოძრაობის წევრია, იყო წევრი, მაგრამ არ მიუძღვის დანაშაული გარდა იმისა, რომ რაღაც ურთიერთობა აქვს დანაშაულის ჩამდენ ადამიანებთან, მაგრამ თავად არ ჩაუდენია. აქ დიფერენციაცია რასაკვირველი აუცილებელია. ქართული ოცნების წევრების გარდა ბიოგრაფიიდან წარსული სამუშლა დაიწყეს სატელიტი პარტიის წარმომადგენლებმაც. ეკასეფაშულსაც ეუხერხულება ხმამაღლა ილაპარაკოს იმ წლებზე, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ერთად გაატარა. ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გადადგა. ის სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ევროინტეგრაციის სამინისტროში მუშაობდით, ანუ თქვენც აიკრძალებით, ქალბატონო ეკა? თქვენც აიკრძალებით? მე ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ვმუშაობდი. სად მუშაობდი ნაციონალურ ეკონომიკის სამინისტროში არ მუშაობდით? არა. აბა ბიოგრაფიაში რატო გიწერიათ ეკონომიკის ბიოგრაფიაში მიწერია, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო, მე მუშაობდი მსოფლიო ბანკში. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა და ინოვაციების რეფორმა გააკეთა, მაგ დროს შემოვედი ეკონომიკის სამინისტროს. ეგ რომელი წელი იყო? 2014 უცნობია, მარიამ ლაშხი მიზან მიმართულად გვატყუებს თუ თარიღები ერევა. ეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ არქივია. აქ წერია, რომ დეპუტატი, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მასონების საფრთხეებზე საუბრით მოექცა, 2009 წელს ნამდვილად მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამსახურში, სპეციალისტად. ამის მიუხედავად, ლაშხი გვეუბნება, რომ მის ბიოგრაფიას ვამახინჯებთ. არ ვიცი, შეგნებულად აკეთებთ თუ შეუგნებლად. საჯაროდ ბიოგრაფიაში. საჯარო ბიოგრაფიაში მე ალბათ მაშინ კითხვის პრობლემა აქვს. ესე იგი არასწორად მითითებული. თუ ბიოგრაფიულ მონაცემებს დავეყრდნობით, მარიამ ლაშხი ზურაბ პოლოლიკაშვილის და ვერა ქობალიას მინისტრობის დროს მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში. 2 წლით ადრე დასაქმდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ევროინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობის დეპარტამენტში ბაია კვიციანი. ქართული ოცნების მოსვლამდე კვიციანმა მუშაობა მოასწრო კულტურის სამინისტროშიც. სახელმწიფო უწყებაში მუშაობა პარტიის წევრობას ნიშნავს თქვენ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირები ასე ამბობს თქვენი პრემიერი ბატონი ირაკლი. რით ვიყავი დაკავშირებული, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი, იმიტომ რომ მუშაობდი. ასე განიხილავენ ქალბატონო ბაია. არავინ ეგრე არ განიხილავს. თქვენ გონიათ ქართული ოცნების წევრები მუშაობენ დღეს აღმასრულებელში? ბატონო გია.
სად მუშაობდით ნაციონალური მოძრაობის დროს? სადაც საჭიროა იქ მუშაობდი. თქვენც ხომ იყავით დაკავშირებული, ასე ხო გამოდის? რადგანაც არ ვიყავ მე დაკავშირებული. დაინახეთ. 2003-დან 2005 წლამდე საბაჟო დეპარტამენტში იყავით. მანამდე დაცვის სპეცსამსახურების უფროსი იყავით. ისევ მე გენერალური ინსპექცია, აი 7 ნოემბრის პერიოდში თქვენ გენინსპექციის უფროსი იყავით. ხო? რო არ მომწოდა წამოვედი. ნაცმოძრაობის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ალეკო ტაბატაძეც. ჯერ პოლიციის აკადემიის მაღალჩინოსნად, შემდეგ ქობულეთის პოლიციის უფროსად. ტაბატაძე 2007 წელს დააწინაურეს და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილე გახდა. ბატონო ალექსანდრე, თქვენც ხომ არ გამოგაცხადებენ დესტრუქციულ ძალად? ვინ უნდა გამოგვაცხადოს ჩვენ დესტრუქციულ ძალად? ქართული ოცნების პარლამენტმა ხომ იცით რატომ გეკითხებით? რატომ? თქვენც მუშაობდით ნაციონალების დროს სამინისტროში. რომელ სამინისტროში? შინაგან საქმეთაში არ მუშაობდით? კი, მუშაობ. მე ჩემი დავტოვე შინაგან საქმეთა სამინისტრო. როცა ვნახე რომ იქ იყო არაჯანსაღი სიტუაცია. ჩემი პატაკის საფუძველზე დავტოვები ახლა. ესე იგი განმარტოთ ახლა, ესე იგი ვინც მუშაობდა ნაციონალების დროს და მე საკუთარი მაგაზი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა კეთილსინდისიერად, პატრიოტულად და ეს არ ეხება ამ ადამიანებს. ეს ეხება მხოლოდ იმ ექსტრემისტულად ექსტრემისტულ ძალებს, რომლებიც არიან ნაციონალურ მოძრაობაში. ქალბატონო მაია, შავსიაში თქვენც მოხვდებით? თქვენც ხომ მუშაობთ ნაცების დროს სამინისტროში? ედუარდ ჩავარდის დროსაც მუშაობდი. ხო და არ მოხვდებით? სიაში როგორ ფიქრობთ? სწორედ უნდა ისწავლოთ. საკუთარ წარსულს ებრძვით ქალბატონო მაია? რომელ წარსულს? საკუთარ წარსულთან მებრძოლების სიაშია ქართული ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილიც. 2011 წელს ის სომხეთში საქართველოს ელჩი მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით გახდა. მანამდე საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო. სწორედ ამ კომისიამ შეიმუშავა ცვლილებათა პროექტი, რომლითაც შეიზღუდა პრეზიდენტის როლი და გაძლიერდა პარლამენტის, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის. ელჩი რო პოლიტიკური თანამდებობა არ არის და პოლიტიკაში ოპერირება აკრძალულია თუ გაგიგია. მანამდე მოსამართლე იყავით. მანამდე მოსამართლე ვიყავი, მაგრამ დარბაზში არ შევსვლა. აჰა. იმიტომ რომ მომივიდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, მას მიუთითე რომ ის იყო არაკომპეტენტური და ერთ თვეში თუ სამ თვეში მომიწია განცხადების დაწერა და წამოსვლა. სასამართლო დიდი ხანია საქართველოში ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებული ქართული ოცნების ხელში პოლიტიკური იერარქია. ეს არის შეფასება, რომელიც არასამთავრობო სექტორის კვლევებს ეყრდნობა. ამიტომ რთული გამოსაცნობი არ არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელს შევიტანთ, ანუ იმას თუ რას ვედავებით კონკრეტულ პირებს ორგანიზაციას მე აქ მივდივარ აქ. გვარებს ჩაწერთ ბატონო რა? მათ შორის გვარებით თუ არ ვწდები, მათ შორის გვარებით ჩაიწერება. სია არსებობს უკვე? არა, ჯერ არ არსებობს. როდის იქნება სია? ამ დღეებში. დღეს ან ხვალ საკონსტიტუციო სარჩელზე მოვაგროვებთ ასე ვთქვათ ხელმოწერებს, შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და მე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს უკვე ყველაფერს დანარჩენს. აპრიორი ის კი არა, ჩვენ რაც დავძეთ, აპრიორი ის კი არა, საკონსტიტუციო სასამართლო თავად გადაწყვეტს სწორია ჩვენი სარჩელი თუ არ არის, უნდა გაიზიაროს თუ არ უნდა გაიზიაროს. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ერთპარტიული მმართველობისკენ. 2 დღეში მიიღეს კანონი, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება გააუქმოს პარტია და აკრძალოს მისი წევრები. ის მეოცნებეები კი, ვისაც ნაციონალური წარსული აქვს, ამ პროცესს მშვიდად უყურებენ. როგორც ჩანს, გარანტია აქვთ, რომ ახალი რეგულაციები პორტირებულებს არ შეეხებათ. სად მუშაობდით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს? კერძო სექტორში. ეკონომიკის სამინისტროში არ ყოფილხართ? 9 ბენდუქიძეს დროს თუ რა პერიოდში იყავთ? აკრძალვა გემუქრებათ, როგორ ფიქრობთ? არა. ივანიშვილის მინისტრებსაც ზუსტად ისეთი უხერხულობა აქვთ, როგორც ივანიშვილის დეპუტატებს. არიციან, როგორ აუხსნა საკუთარ ამორჩეველს და იმ ერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილი რომ ქვიარ, იმ წლებში, როცა სააკაშვილი მართავდა ქვეყანას, მუშაობდნენ სახელმწიფო სამსახურებში, მაგრამ ნაცები არ მოსწონდათ. დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირები არ არიან კავშირში პოლიტიკურ პარტიებთან. მე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები მეწერა მხოლოდ 2012 წლის შემდგომ. მანამდე ვიყავი დიპლომატი და მანამდე ვიყავი საჯარო მოხელე. დიპლომატიც და საჯარო მოხელეც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ითვალისწინებდა და მე ვიმსახურებოდი ჩემს სამშობლოს და კანონის დაცვით შესაბამისად თქვენი კითხვა არ არის რელევანტურია ჩემთვის. ნეიტრალური არ ყოფილა გიორგი სოსიაშვილი.
შიდა ქართლში დღესაც ახსოვთ მიხეილ სააკაშვილისთვის მიძღვნილი პუბლიკაციები, რომელიც ხან ადგილობრივ გაზეთებში ქვეყნდებოდა და ხან სოსიაშვილის წიგნებში. ბატონ გიორგი, თქვენ სად იყავით იმ პერიოდში, სად მუშაობდით? არ ვაპირებ. უხერხულობის დასაფარად ივანიშვილის დეპუტატი იმ ოთახში დაიმალა, სადაც მეფეები თავისი ფეხით დადიოდნენ. აი ვინ არის გიორგი სოსიაშვილი? ის 5 წელი გურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი იყო. ადგილობრივი მედია მაშინ წერდა, რომ სოსიაშვილს სკოლის დირექტორები და პედაგოგები იძულებით დაყავდა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ შეხვედრებზე და სააკაშვილს ზუსტად ისე ეთაყვანებოდა, როგორც დღეს ბიძინა ივანიშვილს. სოსიაშვილის წიგნი ლანდები მზისფერი წარსულიდან 2007 წელს გამოიცა. აქ მოხდა მისი მოსაზრება მიხეილ სააკაშვილზეც. ახალბაღთან მოჯარულიყვნენ ქართლის გულელები, რომლებიც გორში ჩამობრძენებულ მიხეილ სააკაშვილს ღიმილდაფენილი სახეებით და გულმხურვალედ ეგებებოდნენ. ეს არ იყო შეკვეთილი ღიმილსალამი, ეს ალალი ღიმილი იყო. საღამოხანს დატოვა მიხეილ სააკაშვილმა ქართლის გული, სადაც დაის ღამის ჩრდილებად ეფინა იმედები. დეპუტატმა, რომელიც ადრე წიგნებში წერდა მიხეილ სააკაშვილზე, ახლა კანონით აჩერებს სააკაშვილის პარტიას. დამოუკიდებელ საქართველოში. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ ორგანიზაციას აკრძალავს. მუშავდება საკონსტიტუციო სარჩელი და იქ იქნება გაწერილი დეტალურად ისე, რომ თქვენ თუ სწორად წაიკითხავთ, არანაირი კითხვა არ დაგრჩებათ, ვინ და რატომ არის ამ სიას შეყვანილი. არ გავცერდები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კანონის შემოგვიყვება? არა, არ ფიქრობ, თუ დავაშავებ მომიბრუნდეს. მე რა? თუ დავაშავებ, მე არ ჩავიდე იმ დანაშაულს, რაც ამ საზიზე ამათ აქ ჩადენი ქვეყნის წინაშე. რა გველის ხვალ? ეს ახლა მთავარი კითხვა, რადგან დღეს თუ პარტიებს აცხადებენ მტრად, ხვალ შესაძლოა ის ადამიანებიც კი აკრძალონ, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს.